რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? დავიბადე. ხო, ეს ნამდვილად საამაყოა, მაგრამ აი სხვა? სხვა? მაგალითად სცენარეებს ვუვლი ძალიან კარგად და მეამაყება, ბუნება მიყვარს. ნაგავს ცირს არ ვაგდებ. ესე იგი გარემოზე ძალიან ძალიან ზრუნავ. მიწა მინდა ვიყიდო. მეგობრებს საერთო მიწა გვინდა, ჰექტრობით მიწა გვინდა ვიყიდოთ და გავაკეთოთ ეკოსოფელი. ეკოსოფელი. კი. ძალიან საინტერესო იდეაა. ძალიან. და აი რას შევხვდებით მაგალითად სამომავლოდ ამ ეკოსოფელში? ეკოსოფელში ყველა ვინც ქალაქისგან დაისტრესება და დაიღლება, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს და მიწას შეეხოს და ბუნებით დატკბეს. აი ეს სტრესი საკმაოდ აქტუალურია, მგონი ბევრს გჭირდება, ხო? კი, გჭირდება, ნამდვილად. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? ამერიკაში წავედი ემიგრაციაში და დავუბრუნდი 25 დღეში. 25 დღეში, ესე მალე რატო? 10 წელი მივდიოდი და მემზადებოდი ამ დღისთვის და მაგ 25 დღეში გავიაზრე, რომ საკუთარ სამშობლოზე უკეთესი ადგილი არ არის და კარგია ამერიკა, ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მივხვდი, რომ მე იქ უნდა დავუბრუნდე, სადაც დავიბადე და იქ გავაგრძელო ცხოვრება და ალბათ ეს პერიოდი დამჭირდა ზუსტად ამ დღეებისთვის და 3 წელი გავიდა იმის მერე და საერთოდაც არ ნანობთ ამ არა, არ ნანობ, არა და ხო, არც არაფერი არ დამირღვევია, შემიძლია ნებისმიერ დროს დავუბრუნდე, მაგრამ აღარ ვაპირებ აქედან წასვლას პირიქით. ზოგადად არც ერთ ქვეყანაში ემიგრაციაში წასვლა. პირიქით მირჩევნია, რომ ისეთი ქვეყანაში ვქნათ ამ ქვეყანაში, რომ ემიგრანტები თვითონ დავუბრუნდნენ აქ. საქართველოს უკავშირდება კი ნამდვილად. თითქმის ყოველ მიზანი იქნება ეს ბიზნესი თუ პროფესია თუ ნებისმიერი შემდეგი გადაწყვეტილება, ჯერ საქართველოზე ვფიქრობ და შემდეგ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და აი ეს გადაწყვეტილება მე ამაყება ზუსტად რა და სულ რაღაც 25 დღეში მიღებ. ხო, 25 დღეში კი. ორი ვამბობ, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ხო ცხოვრებაში, ერთი წასვლა იყო და მეორე წამოსვლა ხო, რომელზეც ორივე მოკეთ ამ ჩვენ ქვეყანას უკავშირდება. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? რო არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი. გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუნდაც რა ვიცი, შეგიძლიათ კარიერის მხრივ რაღაც ისეთი იყოს მიღწევა, რაც ძალიან გეამაყებათ, ან სხვა ადამიანს დაეხმარეთ, ან რაიმე მსგავსი. ძალიან მინდა რომ ვიამაყო ისეთი რამე ჩავიდინო. ჯერჯერობით ვერ ვიამაყებ. ისეთი არაფერი არ გამიკეთები. მაშინ ერთ რაღაცას კითხავთ, თუ არის სამომავლოდ რაიმე ისეთი მიზანი ან თქვენი ოცნება, რასაც ძალიან გინდათ რომ მიაღწიოთ და აიხდინოთ. კი, საქართველოდან წავიდე. რატომ თუ საიდუმლო არ არის? მაგი საიდუმლოა. და სად გინდათ წასვლა? სადმე ევროპაში. ევროპაში. რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ხარ გამოარჩევთ? მარისთან პარიზში. ესე იგი პარიზში წასვლაზე ოცნება. ეს ოცნებები ახდება მალე. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ მაშინ ცხოვრებაში. გამიკეთებიას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხელოვანი ვარ და ვქმნი ყოველ დღე, ყოველ წამს, რაც სიამაყე არ არის, რითიც ძალიან ბედნიერი და მიხარია, ეს არის ჩემი თავის შექმნა. ტრანსფორმაცია იქიდან, როგორც დავიბადე და დღეს ვინც ვარ და სადაც მივდივარ და სურვილი ჩემი ოცნებები არ გამაჩნია, ყველა სურვილი ამიხდენია და ახდენადია. სურვილი სიმშვიდე და გავიღვიძო იმ სამყაროში და იმ სოფლიოში, სადაც ყველა არის ბედნიერი, ჯანმრთელი და რეალიზებული. არ არის შური და ცოტა ესეთია ოცნება, რომელიც არ რჩება ამ ცხოვრებაში აუხდენელი, მაგრამ ეს ნამდვილად ძნელია ისეთ რეალობაში ყოფნა, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერია, იმიტომ რომ ყველასთვის სხვადასხვა რაღაც არის ბედნიერების მოვლა. ვისთვის რა არის ბედნიერება, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს თავზე და ჩემი ბედნიერებით, გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ბედნიერია. და ბედნიერება არ არის სადმე გარეთ, ყველაფერი თქვენშია. თუ ამას აღმოაჩენთ, ბედნიერება აქ არის. ბედნიერება წვრილმანებშია. წვრილმანებშია. ეს გავს ახლა სპექტაკლს რამდენიმე დღეში და ჩემი აზრით სააბაყო რაღაცა არის ეგ რაღაც. რა სპექტაკლი? ისტორია და თუ დაიწყე მაშინ დაამთავრე ახლა. ერთი წამით არ მახსოვს სახელი. ესას ქვია 45 წუთი და 3 წამი.
და საამაყო ეხა სპექტაკლს არ ვიტყოდი, მაგრამ ცხოვრების რაღაც მომენტში სამედიცინოს დავანებე თავი და გადმოვიდი თეატრალურში და საამაყო შეიძლება მაგას დაერქვას. იგი რადიკალურად განსხვავებული პროფესია არის. არც ისე. ძალიან გავს ერთმანეთს. იქ სხეულს კურნავ, აქ სულს. რა გაგიკეთებია ისეთი, რითაც ძალიან ამაყობ? თან ამასნაირი ისეთი კითხვა. ხო, ხედავ როგორ საინტერესოა დაგაფიქრე. რა გამიკეთებია? აი ბანალურად შემიძლია გავცი პასუხი. აი ისე დავხმარებ უღარ ვიღაცას, რომ არ გაუგია რომ მე დავეხმარე. ხო, ეგ მართლა ძალიან კარგი საქციელია. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითაც ძალიან ამაყობთ? რომ ხალხს დავხმარები ვარ. შეიძლება დახმარებით ხალხს? კი, ვცდილობ. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? რავი, ბოლოს 3 დღეა 6 საათზე ვიღვიძებ. და მაგით ვამაყობ ძალიან. რატო თუ საიდუმლო არ არის? რატო და შუალედურების პერიოდია. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? რა ვიცით, ანუ მორცხვი ადამიანი ვარ რა. და აი ეს ბოლო ხანს გამოვიდა კესტინგებზე დავდივარ სამსახიობო და ეხლა ჩალიჩობ რომ ბენდი დავიწყო. ბენდი მუსიკალური. Yes, გიტარაზე ვუკრავ. რა მაგარია. და ჯერჯერობით ვერ შეკარით? კი, ყველანი ვართ, მაგრამ ჯერ არ დაგვიწყია რეპეტიციები. იმედია წარმატებებს მიაღწევთ და მადლობა. გამარჯობა. ძალიან დიდი. სად გაჩქარება? ვერ გავიგე? სად გაჩქარება? ფსიქოლოგთან. ფსიქოლოგთან. ერთი უმარტივესი კითხვა. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? მე ძალიან მომყავთ. ჯერ არაფერი. მაშინ რას გინდათ რომ მიაღწიოთ? რა არის თქვენი სამომავლო მიზნები? სულიერი სიმშვიდე. სულიერი სიმშვიდე. იმედი მაქვს რომ მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითაც ძალიან ამაყობთ? სწავლის ფულს ვიხდი. მაგით მუშაობთ? აღარ. აღარ. მაშინ როგორ იხდით სწავლის ფულს? გადავიხადე და ეხლა აღარ მუშაობ და მე გადახდა რომ მოუწევს კიდე დავიწყებ და იგივე. რა გაგიკეთებიათ ისეთი, რითიც ძალიან ამაყობთ? მოვიფიქრებ და გეტყვით.